თბილისის შემდეგ მუნის შემთხვევა დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მათთვის ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი შემთხვევაა ცნობილი. მედიკოსების თქმით, მუნი არის კანის ინფექციურ პარაზიტული დაავადება, რომელსაც იწვევს ბღერის ტკიპა. იგი ხასიათდება ძლიერი ქავილითა და გამონაყარით. მუნი განსაკუთრებით საშიშია მისი სწრაფი გადადების გამო, ამიტომ დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა აუცილებელია. მუნი გადადის პირდაპირი კონტაქტით დაავადებულ ადამიანთან შეხებისას თუ იყენებთ ინფიცირებული ადამიანის ნივთებს. მუნი ყველაზე მეტად გამოირჩევა ძალიან ძლიერი ქავილით, რომელიც ღამის საათებში უფრო ძლიერდება. ქავილი იმდენად ძლიერია, რომ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და მეორადი ინფექციების განვითარება. ისეთი დაავადება, რომ არ ეგვემდებარება სასწრაფო შეტყობინებას, თუ რაღაცა არ შემაწუხებლად არ შეაწუხა სკოლა, საბავშვო ბაღი, ჩვენამდე ინფორმაცია ნაკლებად მოდის, უფრო ინფორმაცია მოდის იმ შემთხვევაში, როდესაც უნდათ რჩევა დარიგებები პროფილაქტიკის თვალსაზრისით, ხო? აი ამ შემთხვევაში მოდის შემთხვევებზე ინფორმაცია ჩვენთან. არ დავასახელებ ახლა ერთ-ერთი სკოლაში ქონდა შემთხვევები დღეს ზუსტად და ჩვენმა პროფილაქტიკოსმა გაუწია დახმარება, რომ მისცა რჩევა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რომ გავრცელება არ მოყვეს ამ ყველაფერს. თუმცა ინფორმაცია გვაქვს, რომ ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისში, არის ხშირი გახშირებული შემთხვევები. ეს არის პარაზიტული დაავადება, ძალიან ადვილად ხანგრძლივი ფიზიკური კონტაქტის დროს გადადის დასნებოვანი ადამიანიდან ან მისი ტანსაცმელიდან, თეთრეულიდან, პირადი მოხმარების საგნებიდან, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს და რამდენჯერმე შეიძლება დაინფიცირდეს ცხოვრების განმავლობაში. ამას მუნის ტკიპა იწვევს, ტკიპა არის გამომწვევი, განსაკუთრებით ხშირი არის ბავშვებში და იმიტომაც ჩვენამდე ინფორმაცია ამ ორგანიზებული დაწესებულებებიდან აღწევს. რაც ყველაზე ცუდი არის, მალავენ ამას ავადმყოფები და არ ამჟღავნებენ, ამიტომაც გავრცელებაც ხშირი არის ხოლმე. თვითონ დაავადება ინკუბაციური პერიოდი 1 კვირა, მაქსიმუმ 10 დღე და შემდეგ უკვე კლინიკური ნიშნები გამოვლინდება. რაც ყველაზე ხშირი არის კლინიკური ნიშნებიდან არის ქავილი, შემაწუხებელი, განსაკუთრებით ღამით მატულობს ეს ქავილი და სითბოში. როდესაც აბაზანას მიიღებენ ღამით საღამოს ან და საწოლში თბილოგეში ჩაწვევიან, კიდევ ვიმეორებ, ნებისმიერი ასაკი შეიძლება დაინფიცირდეს და გამონაყარი არის ხშირი კიდევ ქავილთან ერთად, ბუშტუკების სახით არის, განსაკუთრებით კანის რბილ ადგილებში, ნაზ ადგილებში, ზედა და ქვედა კიდურის მომხრელ ზედაპირებზე. განსხვავებით დიდებისაგან ბავშვებში უფრო გამონაყარი არის ხელის გულებზე და ფეხის გულებზე, თავში, ქალბატონებში მკერდის, სარძევი ჯირკვლის მიდამოში და მამაკაცებში გენიტალებში, სქესობრივი გზითაც გადადის. ეხლა პროფილაქტიკისთვის აუცილებელი არის ჯერ დაავადებული ადამიანი აუცილებლად უნდა დროულად მივიდეს ექიმთან და დაიწყოს მკურნალობა და კონტაქტში მყოფი პირები აუცილებლად უნდა იყვნენ შემოწმებული.